გამარჯობა, თქვენ უყურებთ ექიმის დღეურების მომდევნო ეპიზოდს და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება უროლოგი, ექიმი გოგიტა გოგეშვილი, რომელიც ჩემთვის და ზოგადად ჩვენთვის კლინიკაში გამოირჩევა საოცარი იუმორის ხსნობით, ამასთანავე ძალიან დიდი პროფესიონალია და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და შევეხებით ძალიან საინტერესო თემებს და ისეთ თემებს, რაზეც ზოგადად ხალხს უჭირს და ესე ვთქვათერიდება საუბარი. პირველ რიგში როგორ ხარ? გამარჯობა, რა ვიცი, ვართ. შრომაში. კი. და პირველია ჩემთვის ესეთ ფორმატში მონაწილეობა, ხარ არ გიცნობდი ასე ახლოს, ასე მაინც ვღელავ, მაგრამ უფრო მეტად ვღელვებდი. ხო. მადლობა. ყველაფრისთვის მადლობა, სიტყვებისთვის, ყველაფრისთვის. გაიხარე, მადლობა. შევეცდები, რომ შესაბამისად ყავს, ხო? კი. ყველა დას მოკითხავს. მოდი ცირითი დავიწყებ. ზოგადად რომ ავხსნათ, რა არის უროლოგია, რას მოიცავს და თუნდაც კაცებში რას მოიცავს და ქალებში რას მოიცავს, იმიტომ რომ უროლოგი, ესე ვთქვათ, პროფესია რო ესმით ადამიანებს, ავტომატურად მიდიან კაცებისკენ. მაგრამ რეალურად ქალებსაც, ესე ქალებისთვისაც საჭიროება არის უროლოგი და ზოგადად უროლოგიური პრობლემა რო აქვთ, არის შემთხვევები, როდესაც უროლოგის მაგივრად მიდიან გინეკოლოგს აკითხავენ და მე ეს გინეკოლოგი უკვე აგზავნის თქვენთან. კი. მარტივად რომ ვთქვა, უროლოგია არის საშარდეს სისტემის ქირურგია, ცალკე გამოყოფილი და ამავე დროს მამაკაცების სასქესო ორგანოების, სასქესო სისტემის ქირურგია. ეს არის უროლოგია. და კიდე მაინტერესებს ასევე ერევათ ნეფროლოგი და უროლოგი. ამათ შორის რა სხვაობებია, მაგასაც რო შევეხოთ, იმიტომ რომ მარტივად ვიტყვი, საშარდე სისტემის თერაპია არის, მარტივად რომ გასაგები იყოს. კი ბატონო. კაი, მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მოსმენილი მაქვს იქიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საოცარი და საინტერესოსთან ერთად ძალიან ბევრი სასაცილო ისტორიები გაქვს გადახდენილი ამდენხნიანი კარიერის მანძილზე და მინდა რომ იდეაში რაღაცებს შევეხოთ. ეხლა მე პირადად ქირურგიაში რო ვარ და მეც ასე თუ ისე მესმის მეტნაკლებად და რაღაცები მაქვს კიდე რა ჩარჩენილი ესე ყურში. აი ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ესეთი არის. სტუდენტი ვიყავი ჯერ კიდე მაგ დროს და ბარგალკის ჭრელობა შემოვიდა მხრის და კუნთები რარღვეული, პატრონი არ ყავს და ესე ვთქვა აღადგინეს ქირურგებმა დავეხმარეთ რაღაცა და პატრონის ახლობელი გვეუბნება, თან ელაპარაკებოდა ბატონისოსო, გელაშვილი, მახსოვს და ელაპარაკებოდა უხსნის ამ დეტალებს ყველაფერს და პაციენტის ახლობელი ეკითხება, რომ ეხლა რა მოხდება, ხელი გაუხმებაო და ამოიხედა ზევით, ამოხედა ეგრევე გარეთ გავედი. მე პირადად თავი ვერ შევიკავე, თან ეხლა სტუდენტი რო ვარ, ეხლა ეგეთ რაღაცები ხშირად არ გესმის და ის თქვენის ვალდებულებაც მე მაგ პერიოდში რეალურად არ მქონდა, რომ აი რაღაც სიღი გამეცინო თავი შემეკავებინა. გამოვედი ეგრევე გარეთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა. და გარეთ რო გამოვედი, გავიცინე, შევედი, ისევ შევბრუნდი უკან, მაგრამ შენთან ესეთი ისტორიები, ცადა დედამიწა არის, მე რაც მაქვს მოსმენილი, იმიტომ რომ ერთი ძალიან ესეთია. ახლა რაც გამახსენა, მე არ შევხედე ჩემ მეგობარს დაემართა უბრალოდ ჩვენ დროს ერთად მუშაობდის იმ პერიოდში უბრალოდ ის ხომ მორიგე და 90-იანი წლებია ბენზინის რიგში ესროლეს მაკაროვი თუ რაღაცა და ასოში გაარტყეს ვიტყვიან და პრაქტიკულად კანზე ჩამოკიდული ასო მოუყვანეს და მანაც მიაკერა არ მოჭრა და მახსოვს ბატონ გევი იყო გზირიშვილი მაშინ ჩვენი შეფი და მანაში საყვედურიც უთხრა რატო არ მოჭერეს მაინც მოძრებაო და მაინც მოძრება ბატონ გევი მაინც თავის მოძრება მე არ უჭრია მე არ ჩადგომ მაგცოდვაში ფეხს შემიძლია თქვა ვინ იყო ექიმი მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა მართებული მაგრამ მოკლედ გადარჩა მართლა კი ფერზეც მოვიდა მე გაწერ სამოუღეს მოშარდა და ერთ დღეს გამწერეთ გაწერა უბრალოდ ალეკომესა და გარკვეული ხნის მერე ერთი თვე იყო თუ ორი თვე მოდის პრეტენზიით რა იყო და ერექციის დროს მარჯვნივ უხვევს შეგაი ადამიანო შეგჭა შარდა ვაფშე ერექცია გაქვს
ხო და ვერ მოიშარა სურათი მაჩვენეო ერეგირებულ მდგომარეობაშიო. კარგიო. 90-იან წლები ახლა მაშინ არ იყო ეს. ტელეფონით გადაღება რაღაცა. ტელეფონით გადაღება იყო, მაგრამ ინტერნეტი არ იყო. თამად აახლეს უროლოგი სადღაც სუფრაზე. მეორე ჩვენი მეგობრის დაბადების დღეა და აი ყანწი უკავია ხელში და მოუვიდა MMS-ი იყო მაშინ სოზე. ახსოვს. სურათების. ჩემ დროს უკვე SMS-ი იყო. მე SMS რაღაცა ესეთ ძალიან ესეთ გრუზინულ სადღეგრძელოს ბაზრობს ყანწით ხელში და მოზდის MMS-ი ერეგირებული 100. მარჯვნივ მოხდებული. ეს ძალიან სასაცილო იქ ვიყავები და შევესწარი უბრალოდ და ადგილზე წარმოუდგენლად არ მინდა იქ სუფრაზე რა მოხდებოდა. აი მე კიდე იცი რა მაინტერესებს რაღაც ჩემ დაუჯერებელი შემთხვევები ცოტა კიდე ისეთი ნათქვამია რა არსებობს რაღაც ისეთი რაღაცეები მე რაც მინახავს ესე შორიდან რაზეც აი ძაფრავს და ცუდად ხდები რა ესეთი არის მაგალითად ასოს მოტეხილობა ფრაქტურა ანუ რა იწვევს ამ ყველაფერს რატო ხდება და რა უნდა გავაკეთოთ რომ მე ჩვენი თავი დავიცვათ ამ ყველაფრისგან და მსგავს შემთხვევაში არ აღმოჩნდეთ. ნუ ძირითადად ხდება ერეგირებულ მდგომარეობაში სექსის დროს თუ სექსი არა რაღაცა სხვა რაღაც მომენტების დროს როცა ასოს ზე ხდება მექანიკური ზემოქმედება იმ დონით რომ რაღაც კუთხეზე მეც ვერ უძლებს და თეთრი გარსი ზიანდება და ხმაც აქვს ამ თეთრ გარსს და დაზიანებას და ამიტომ იმდენად აქვს რომ მოტეხილობის ხმა ისმის ეს როგორც ზვალის მოტეხილობის დროს ამ დროს ისმის ამიტომ უძახიან მოტეხილობას ძირითადად არის რაღაც პოზები და ძირითადად არის პოზები რომ სექსის ისეთი პოზები როდესაც ასოს მა შეიძლება ბოქვენის ძვალთან კონდეს და ამ დროს ზიანდება ბოქვენის ძვალზე ხონდეს და დაჯახების მომენტი. პირდაპირ ძვალს ვერ ეჯახება შუაში ქსოვილებია, მაგრამ ამ მომენტში ხდება. არის რაღაც პოზები, რომლის დროსაც მამას უნდა ძალიან ფანტაზიებს არ უნდა შევყვათ, ანუ შემიძლია ეს პოზაც უთხრა. ვთქვათ, რა თქმა უნდა, თავს რო გაუფრთხილდნენ ახალგაზრდები. კი ბატონო, როცა ქალბატონი არის მაღლა მამაკაცისკენ ზურგით. აი, მაგ დროს არის სტატისტიკურად მეტი. და ეს მსგავსი შემთხვევა როცა ხდება, რას ვაკეთებთ პირველ რიგში, რომ ესე ვთქვათ, დიაგნოსტირების მერე ოპერაცია. ხო, ჩვენ მასომ ისევ შეულებრივად შეძლოს მუშაობა. ოპერაცია თეთრი გარსი აღდგეს. და სრულად ხდება, სრულად ახერხებს აღდგენას თუ რამეზე არის ეგ დამოკიდებული, რამდენად კარგად აღდგება. იცი რა რაღაც იქ მოსხეულებში არის რაღაც სექტორები და თრომბოზებიც არ უნდა წავიდეს, ნუ მაგას მე ანტიკოაგულაცია და შესაბამისი თერაპია ჭირდება და ახლა ის მერე როგორ წავა პროცესები ინფექცია იქნება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ პირველი აუცილებელი პირობა არის თეთრი გარსის აღდგენა ქირურგიული წესით. გასაგებია. რა მაინტერესებს? კიდე, ნუ, საიმედია, კომერცი არავის არ გამოცდებინოს ეს მწარე გამოცდილება. იმიტომ რომ რო ვისმენ მაგაზეც კი ცუდად ხდები რა. ჩემთვის ახლა ისეთი რაღაცა არის ეგ და არ უნდა წარმოიდგინე საკუთარი თავი და კარგად ვიქნებ. მაგაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ამპუტაცია. რა დროს გჭირდება ღმერთმა დაგვიფაროს. რა დროს არის საჭირო და რა დროს მივდივართ ამ სავალალო შედეგამდე, როდესაც უკვე გვიწევს ასოს ამპუტაცია. დიაგნოსტირებული სიმსივნის დროს, როცა არის ლაპარაკი, უშუალოდ ასოს თავის სიმსივნეებია ძირითადად, როცა ინვაზია ხდება უკვე მყინვარ სხეულებში, არის ინვაზია, არის მის მონაცემები, მაშინ სრულად ხდება. გასაგებია. ნუ ამისგან პრევენცია როგორ შეგვიძლია თავიდან ამისგან პრევენცია ნუ იდეაში რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ. ზოგადად ასოს თავის სიმსივნე. თუ
თუ არ ვწდები ონკოლოგიაში, თუ არ ვწდები არის 0.14%. ძალიან ცოტა. გამომწვევი მიზეზი უნდა იყოს თუ არ ვწდები HPV ადამიანის პაპილომატოზის ვირუსის რაღაც გარკვეული შტამები, დაახლოებით იგივე შტამები, რაც ქალში იწვევს საშუალო სყელის სიმსივნეებს. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს ძირითადად არის თან ეს გავრცელება ძირითადად ქრისტიანულ პოპულაციაში. მაშინ როცა ებრაულ და მუსულმანურ პოპულაციებში ეს არ არის. პრაქტიკულად არ ხდება. და აქედან გამომდინარე ეს არის მეგმის ბრალი, მეგმა ეს არის ჩუჩის შიგნითა ფურცლის, რომელიც ლორწოვანი გარსია პროდუქტი და ეგ კარგად ბუდობს და მრავლდება ეს ვირუსები, რომლებიც გარკვეული შტამები იწვევენ ამ დაავადებებს. და ანალოგიური სტატისტიკა აქვს ქალის მაშინ რა ქვია საშუალო სყელის სიმსივნეებში ბევრად ნაკლებია ებრაულ და მუსულმანურ პოპულაციებში ვიდრე ქრისტიანულ პოპულაციებში, სადაც წინადაცვეთა არ ხდება. ხან უნდა იმიტომ წინადაცვეთა არის ყველაზე სერიოზული პრევენცია პოპულაციის რო იტყვია. კონკრეტული ტიპისთვის კი არ არის. ხო. დაუშვათ. რომ აი მე ვიცი რომ ეს დამემართება და ამიტომ უნდა გავიკეთო, არა. უბრალოდ ჩუჩა ვისაც აქვს ფიმოზე დაიწიოს უნდა და შეხედოს უნდა თავის ასოს და ჰიგიენას მიაქციოს უნდა ყურადღება. ახლა არიან ტიპები 40 და 50 წლის ასაკში ფიმოზე იმის ასოს მე ვნახე ეგ წინა კვირას. შაყირის პოჩი ვეუბნები ხოლმე მზეთ უნახავია ხოლმე, მზე არ უნახავთ იმის. ხა რა თქმა უნდა, ხო მეც რო ვნახე გაკრას წინა კვირას იყო მე მგონი, ხო ეგეთი შემთხვევა. თქვენი რომ აქვს ჩაყრილი და ან შეხოვაში ესე ვთქვა დახმარება მთხოვეს და მეც ველოდები ხა ახალგაზრდა ტიპი იქნება ვიღაცა და რომ დავინახე 40 პლუს კაცი გამოშტეთ მეთქი ამდენი ხანი ან პირდაპირ ვთქვა ამდენი ხანი სექსის გაროს სიამოვნებას ვერ იღებ ნუ მას გონია რომ იღებს იმ მომენტში ანუ ნორმალური სექსი არ ქონია ხო რეალურად ხო ანუ ფიმოზიც რო ახსნათ რა არის ნუ ეს არის მდგომარეობა როცა ჩუჩა ვერ გადადის ხო შეიძლება იყოს ბუნებრივად ანდაყოლილი ეგეთი დაიბადოს და შეიძლება მე შევიწროდეს გარკვეული დაავადებები. ნუ ხშირი ანთება ჩუჩის იცის ფიბროზის ჩალაგება და გარკვეული შევიწროება, რომელიც მე ვეღარ გადადის და ჰიგიენის დაცვა ასე დროს ასოსთავის ჰიგიენის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ხდება საოპერაციო. ხო, რა თქმა უნდა. და ნუ ამის პრევენცია ნუ იდეაში ბავშვობიდან მე მგონი შეგვიძლია, ხო? ხო, ეგეც არის ხალხში ბევრი ამბავი, რომ აუცილებლად პატარა ბავშვს უნდა გადაუწიო და გადმოუწიო. არა, ესეთი მექანიკური ზემოქმედებები ძალიან ესეთი ფაფუქსოვილია, პირიქით აზიანებს ხოლმე და ამიტომ ჯობია საერთოდ ხელი არ მოკიდონ. ბავშვობის ასაკში ეს არაფერ პრობლემას არ იწვევს. ჯობია მიაღწიოს იმან სრულ წლოვანებას და მე თვითონ გადაიწევს ან ნახავს ვინმეს გადამწევს რო იტყვი. მაგრამ ერთადერთი ჩასარევი ჩვენება ბავშვებში არის ის, როცა ისეთი ფიმოზია, რომ უკვე აი მოშარდვაზე ქმნის პრობლემას. ნუ მაგალითად წარმოვიდგინოთ, აი ბავშვი შარდავს, ასოს თავიდან გამოდის შარდი და გროვდება ჩუჩის ტომსიკაში წარმოვიდგინოთ და აი პატარა ბავშვის დედა ძის მერე და როგორც ძროხის ცურს ისე წვერავს და წვეთად გამო ეს უკვე ძალიან საშინელია. ხო. აი ესეთი რაღაცები დროს ხო ჩაერია უნდა და ბავშვი ეგ ორგანოა სჭირდება ჯერჯერობით მოსაშარდად და ხო. სხვა ფუნქცია არა. თუ მოშარდვაზე უშლის ხელს მაშინ უნდა ჩაერიო, თუ მოშარდვაზე არ უშლის ხელს არ უნდა ჩაერიო. სხვა რამეზე რო დაჭირდება მაშინ ჩაერიო. ასე რომ მიხვდება რომ რაღაცა კარგად არ არის. იმ გადაწევებით იმდენად ხდება ტრამირება ჩუჩის და მერე ფიბროზების ჩალაგება შეიძლება არც არაფერი არ ჭირდეს და ისე აკიდო ეს ფიმოზი ეგ არ ვიცოდ. კი. ან მე მეგონა რომ პირიქით ანუ ბავშვობაში მაგაზე ყურადღების მიქცევა და ესე ვთქვათ გადაწევა პირიქით უარესია. მაწე მეცოდნევა რომ უარესია. რა კიდე ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და მინდა ესე ვთქვათ გავაგრძელოთ ეს თემა შარდსადენში უცხო სხეულების თემა. აი
პირველ რიგში რატო ანუ ვისაუბრეთ რომ ესე ვთქვათ მალავენ რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. გასაგებია ეს რიდის ამბავია, მაგრამ საბოლოოდ ხომ მაინც დადგება და ყველაზე ცუდი რა, ყველაზე უცნაური, დღეს ეხა რეალურად სავარაუდოდ უცნაური სხეულების შარცადენში უცნაური სხეულების ესე ვთქვათ რომ მოხდეს რისკი. მე მქონია ერთი შემთხვევა. მამაკაცი იყო ციწლის დაახლოებით და იყო როგორც კენჭი, შარდის ბუშტი კენჭი ისე გავიყვანეთ ოპერაციაზე ენდოსკოპიურად, მაგრამ რო აღმოჩნდა, შევხედეთ შიგნით ეს კენჭი ცურავდა და ტივტივებდა შარდის ზევით იყო და გავიკვირდა ხა კენჭი ყოველთვის ძიმია სითხეზე და ქვევით ხოლმე და გავიკვირდა რა იყო და რეალურად რო დავიჭირეთ მომჭერი და ისი დაშლა დავაპირეთ როგორც კარაქი ისე მოიჭრა ბოლოს აღმოჩნდა სანთელი არა ერთი სანთელი ანუ დაახლოებით 3 ძაფი ვნახეთ და 3 სანთელი იყო შეგდებული და მე ამ ჯაღ-ჯაღ-ჯაღ-ჯაღში იყო როგორც ქვა ისე დამგვალებული ერთიანად შეწეპებული ერთმანეთზე და გვალად იყო შეხედავდი ქვა გეგონებოდა მაგრამ იყო მჩატე ძალიან ეს შემთხვევა ჩემი მასწავლებლიდან ვიცი, აქ ნანახია ძველი დროა, აი ხო არ იყო სხვა კვლევის მეთოდები არ იყო ცისტოსკოპია და ჰემატურით შემოვიდა 17 წლის გოგო და ცისტოსკოპიით აღმოაჩინეს წითელი ფლერის ფლომასტერი შარდის ბუშტში. ლიტერატურაში აღწერილია ისევ ჩემი მასწავლებლიდან ვიცი, გველი, პატარა, ხო, გველი შარდის ბუშტში. ეგეთი შემთხვევაც არის აღწერილი. ჩემი სხვა შორის მექსიკაში თუ არის. საინტერესო. კენჭებს შევეხეთ და ზოგადად ძალიან აქტუალური არის რა ეხლა ეს თემა და ყოველდღიურად ძალიან ბევრი პაციენტი მოდის ასე ვთქვათ თირკმელში კენჭებით და რატო ხდება ეს ყველაფერი და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კენჭების წარმოქმნა? ხო, კენჭების წარმოქმნა რატო ხდება? ალექს მაგიროვიჩი ცოდე ნობელის პრემიას მომცემენ ნამდვილად. ხო, და პრევენციისთვის არის რაღაც პათოლოგიები, რაზეც ვიცით, მაგრამ ძირითადში მიზეზი გაურკვევლია. რაღაც ნივთიერებაცაცვლის მოშლებია. ხო. ძირითადში და პრევენციისთვის რაღაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, თუნდაც ეგეც არ არსებობს, ხო, ალბათ. არაფერი ხშირი სითხეების ბევრი მიღება ეს სერიოზული პრევენცია ზოგადად წყალი ნეიტრალური რეაქციის წყალი იმიტომ რომ კენჭები არის მჟავა კენჭები ტუტე კენჭები ხა თუ მჟავა კენჭია ტუტე საკვების მიღება მოქმედებს ანუ შარდის გატუტიანება მჟავა კენჭებზე მოქმედებს თუ ტუტე კენჭებია ის პირიქით შარდი სიმჟავე ხსნის მას ანუ პრევენცია მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით დაუშვათ რა კენჭი არის რაღაც ამიტომ ნეიტრალური რეაქციის სითხე მარტივად რო ახსნათ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში როცა სიცხეა და მაღალი ტემპერატურის გამო ადამიანი კარგავს ბევრ სითხეს და ის მარტივად ობიატურული ენაზე რო თქვა ის ნაგავი რომელიც შარდმა უნდა გამოიტანოს დღეღამის განმავლობაში 24 საათში ერთი და იგივე რაოდენობისაა და თუ შარდის რაოდენობას გავზდით და ეს ნაგავი ბევრ შარდში იქნება გახსნილი მისი გამოლეკვის ალბათობა მკვეთრად კლებულობს აქედან გამომდინარე ბევრი სითხე ანუ ბევრ შარდის დიდი რაოდენობა არის პრევენცია და შარდის დიდი რაოდენობა დალიოდა წყალი ხო კი ბატონო მოდი ცოტა თანამედროვე თემებს შევეხოთ ახლა და ჩემთვის პირადად საინტერესო არის ესე ვთქვათ საინტერესო რა დაბალი ტესტესტერონი კაცებში და ქალებში. თან დღევანდელ რეალობაში ხა თუ ადრინდელ წლებს შევადარებთ, უფრო და უფრო ესე ვთქვათ ტენდენცია მოდის ამ ყველაფრის, ხომ ასეა? ისე. დაბალი ტესტესტერონის, კაცებში მაგალითად. იცი რა ინციდენტობის გამო მანდ არის, ანუ თუ სტატისტიკა არის, რომ რაღაცა იზრდება, შეიძლება იყოს ინციდენტობის ბრალი, რომ ადრე არამინდაც არ იკეთებდა კვლევას. ხო.
ხო, იყო პერიოდი მე მახსოვს ახლა 80-90-იან წლებში, რომ აი სიმსივნეების რაოდენობა მოიმატა, იმიტომ რომ კვლევის მეთოდები შემოდიოდა ახალი, ეხო შემოვიდა კომპიუტერული ტოპოგრაფია შემოვიდა და უფრო კაცი კდებოდა, კიბოთი ისე რომ გაჩვენე მარიცოდა რითი მოკვდებოდა. ხო, მოიმატებდა, იმიტომ რომ დასმული დიაგნოზის რაოდენობა გაცილებით ხო. ის იყო. შეიძლება ტესტოსტერონზე ესეც იყოს, მაგრამ ზოგადად ახლა მაგაზე იყო ტესტოსტერონის პათოლოგიური ცვლილება კიდე დაწევა ძირითადად არის ხოლმე პასუხი სხვა დაავადებების მიერ გამოწვეულ შედეგებთან იმაზე ხშირად არის ხოლმე მაგალითად იგივე ქალებში მენოპაუზის დაწყება რაღაც დაუშვათ რაღაც ჰორმონდამოკიდებული სხვა სიმსივნეების დაწყებით მდგომარეობაზე, რომელიც არის სამანტყოფმა და ამას ორგანიზმი პასუხობს ესტროგენის სიდაბლით და მენოპაუზის დაწყებით. და ამას განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში და მას არიციან და აღოს ყურადღებას არ აქცევენ. და პირველი მიდიან გინეკოლოგთან ალბათ მაგ დროს. კი, აუცილებელი ამ დროს ენდოკრინოლოგის ჩართვა. ჩაინტერესოა. და ამ ყველაფრის პრევენციისთვისაც მოდი რა უნდა გავაკეთოთ? ქალებში გასაგებია რომ ამ ყველაფერს შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნემ და ამ ყველაფრის დაქვეითება, მაგრამ კაცებში როგორ ხდება და რა უნდა გავაკეთოთ? იმიტომ ახლა ქალის მიმართებაში ხა ქალს და კაცს თუ ავიღებთ, კაცსაც ჯერ მეტი აქვს ტესტოსტერონი. ხო და ამ მიმართებაში და ჩვენთვის ბევრად საჭირო არის რა ეს ყველაფერი. ძირითადად ახლა ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები, რაც კი არის, ახლა ტესტოსტერონზე დამოკიდებული სიმსივნე ძირითადად ახლა რაც არის პროსტატის კიბო. ხო. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბო მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ყველას რო დაგვემართოს, მოსახლეობის ნახევარს დაემართება და არა ქალს და ისეთი ორგანოების სიმსივნეები, ფილტვი, ღვიძლი, კუჭი კაცსაც აქ ამაზე ბევრად მეტია. პროსტატის კიბო და ამ კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზი მაინც აღმოჩნდა ასაკი. არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა, რა სჭამრას სვამს საცხოვრობ, რა გარემო პირობებში ეს არის ასაკი. მარტივად რომ ვთქვათ 100 წლის ყველა მამაკაცს ავტოპსიურ მასალაზე და სმული დიაგნოზით ყველას აქვს პროსტატის კიბო. უბრალოდ ემითი არ გვხვდებიან სხვა რაღაცით შეიძლება მოგდეს. და რაც უფრო ასაკში შევიდივართ ამ კიბოს პრევენციის ყველაზე მარტივი ფორმა, რაც სოფლიო და ნორმალურმა ქვეყნებმა გამოიგონა, ეს 40-45 წელს ზევით სკრინინგი აგალოვნათ ყველამ უკაცრავად ამ ჟარგონისთვის. ყველამ წელიწადში ერთხელ უნდა იკეთოს ეს ჩაიტაროს სკრინინგი, ამას ვეუბნები ჩემთან მოხვედრილი ყველა მამაკაცს, რომელიც უახლოვდება უკვე ამ ასაკს და იმას გამოვიყენებ და კითხვის გარეშე ვიტყვი ამას, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყველას ვეუბნები მართლა, რომ წელიწადში ერთხელ ჩატარებული სკრინინგი ნიშნავს იმას, რომ თქვენ რო უროლოგი ჩამოგართმევთ ხელს და გეტყვით გილოცავ ალექსი, შენ პროსტატის კიბო არ გაქვს, ამ სიტყვებს გარანტია აქვს 1 წელი. ღმერთმა დაგიფაროს და მეორე დღეს რო დაიწყოს შენს ორგანიზმში ეს პროცესი 1 წლის თაზე ის ვერ ცდება პირველ სტადიას. პირველ სტადიაში აღმოჩენილი პროსტატის კიბოს გაკეთებული ოპერაციით სრული გამოჯამთელების ალბათობა არის 95%. ამიტომ 40 წელს ზევით მამაკაცი წელიწადში ერთხელ თუ იტარებს კვლევას, გამოდის რომ ამ დაავადებას უგებთ მახეს და 80%-იან შანსს ვაძლევთ ჩვენ თავს, რომ არ დაგვემართება პროსტატის კიბო, რომელიც არის ყველაზე გავრცელებული სიმსივნე. კაი, მეორე საკითხი მანდიცი რა არის, რამდენად ამ ყველაფერს რო ეუბნები, რამდენად ასრულებენ მაგ ყველაფერს და იტარებენ სკრინინგს. ვერ ვეტყვი, მაგრამ სერიოზულად ფიქრდებიან, არ აქვს მნიშვნელობა IQ-ს, ანუ ამას კარგად თუ აუხსნი, ყველა მერე გეთანხმება. აი მაგალითად სერიოზული პრობლემა არის დიგიტალურ რექტალურ გასინჯვაზე, ხშირად. ჯერ არ მქონია შემთხვევა, როცა ამ ყველაფერს მოუყვევი ამანტყობს და საჭიროა ამ ანალიზის გაკეთება და მერე თითით გასინჯვა და ნახვა, მერე ვინმეს უარი ეთქვას ბოლომდე. ხო, ხა დედრო. აი ბიჭებსაც კი.
მე უკან საჭარბთელობას რო ეხება საქმე ყველაფერზე როცა უხსნი მე უკვე ანუ გებულობ თუ გააგებიებ რაზე ელაპარაკები მე უკვე აღარა ხო მე კი არ მეხალისება მაგ ყველაფრის კეთება ხო შენთვის კეთდება ხო ეგ კითხვა აუცილებელია უნდა დაგისვას აუცილებლად უნდა გაგსინჯოთ იცით განტაინდა რომნები აუცილებელია ხო ანუ ეგ კითხვა რო ის იუმორით რო ეტყვია ამ თლათ აუცილებელი არა მაგრამ მე მევასება ახლა ზოგი ხდება მე უფრო გიზდება ზოგი ხო აი საინტერესო იყო ნამდვილად ძალიან და ხო რა ეხა რეალურად რო გაქვს იმის საშუალება რომ ეს პროსტატის კიბო თავიდან აირიდო უბრალოდ ერთი გასინჯვით რა თქმა უნდა ძალიან დისკომფორტულია და ეხა ჩემთვისაც და ანუ მეც რო დავფიქრდე მეც ვის გაუსწორდება ეხა რა მაგას მაგრამ ეხა სამომავლო პერსპექტივით ეხა რო ვფიქრობ რომ მე შეიძლება ეგ რო არ გააკეთო გამოიწვიოს ესეთი რაღაცა რომ მე საბოლოოდ მიხვიდე ძალიან სულ შედეგებამდე ჯობია რომ ის ერთი აიტანო რა ადამიანმა ვიდრე მე სკრინინგის პროგრამა გაიხარია ჩვენთან შოუს და საკმაოდ მომატებულია ინციდენტობა პროსტატის კიბოს იმიტომ მე რო დავიწყე უროლოგობა ჩვენ ჩემი დროის უროლოგებს მეოთხე სტადიის ქვევით პროსტატის კიბო ნანახი არ ქონდათ ანუ ნახულობდნენ პროსტატის კიბოს როცა იყო სიზლენები ძვლის მეტასტაზები რა ანუ ბოლო სტადიებში ძირითადად რა. ახშირია ახლა პირველი მეორე სტადიის ძალიან კაი რადიკალური ოპერაციები ლაპარასკოპიებით ახლა რობოტიცა უკვე ჩამოტანა რობოტულად კეთდება და ძალიან კაი ბევრად წინ არის ვიდრე 20 წლის წინ დაუშვოთ. ძალიან კაი ხო იმიტომ რომ ნუ აი სტატისტიკურადაც ბევრია მკვეთრად არის მომატებული ეს ოპერაციები. ხო, თან კაია ეს ახალგაზრდა თაობებისთვის რეალურად, იმიტომ რომ ხა მაგალითად ბაბუაშემიც მაგ პრობლემით დაიღუპა რეალურად რა, ნუ 70 პლუს იყო მგონი რა, თუ სწორად მახსოვს რა და ნუ ხა თქმა უნდა ხა მაგ ხნის ხალხისთვის, რომელსაც ის ცხოვრება აქვს გამოვლილი, რა ცხოვრებაც ესე ვთქვათ მაგ ხნის ხალხმა გამოიარა და მედიცინით რო შევხედოთ რა, ხა მაგ ყველაფერს როცა არაფერი არ იყო და ეხოსკოპი არ იყო ის არ იყო და ნუ გასინჯვით ესე ვთქვათ წყდებოდა ადამიანის თითი გასინჯვა იყო მაგ დროს ერთ-ერთი დიაგნოსტიკური მეთოდი მეტი არაფერი ხო მაგით რო წყდება შინიბედი რაღაცა გჭირს თუ არ გჭირს და შეიძლება ბაშურის ერთადერთი ნობელის პრემია უროლოგიაში გაცემული ისტორიაში რაში იმაში რომ ტიპმა დაამტკიცა რომ პროსტატის კიბოს ზრდის ანდროგენები და კასტრაცია ახანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას და პროცესი უკან მიდის გარკვეული ხნის სანამ არ დადგება ჰორმონ დამოუკიდებელი ფაზა. ამაში მიწეს ნობელის პრემია. არ მიიღეს. გვარი არ მახსოვს. არ მიიღეს არანაირად. ეს დაამტკიცა. ხო, ცხოველებშიც ეგრე არის პრინციპში და მაგ იმაშობა რა ქვია. სიცოცხლის ხანგრძლივობას უზრდით ხა იმას რო უკეთებ რა ქვია. კასტრაციას. კი ბატონო, ხო, იმას ვიტყვი, რომ დავასრულებ იმას ბაბუაჩემისგან განსხვავებით, ეხლა და იმას აკის ხალხისგან განსხვავებით, ხო, ეხლა ჩვენი თაობა უკვე შეჩვეულია, რომ ამ კლევებს თუნდაც მედიცინას რო არ გავცდეთ რა, ამ კლევებს შეჩვეულია, ანუ ესე პირად რომ არავინ აღარ გახსნის და მარჩიელობით, რომ ან შეიძლება უარესი გჭირდეს რო გაგსინჯავს, თან შეიძლება ვაფშე არაფერი არ გჭირდეს, ეგ ის რო აღარ არის უკვე იმდენი კლევა წამოვიდა და საბედნიეროდ საქართველოში ეს ყველაფერი გვაქვს. ხო, ნუ ძალიან კაი არის რა, და ერთი მთავარი არის ამ დროს უკვე რომ მიმართვიანობა იყოს და ეს ყველაფერი ხალხმა გაანალიზოს ახალგაზრდებმა და თუნდაც ნებისმიერი თაობის წარმომადგენელმა გაანალიზოს, რომ ეს არის მათი საჭიროება და თუ რაღაცა კეთდება, მათთვის კეთდება რა, ზუსტად ჩემი აზრი ესეთი არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კი ცირა ინციდენტობის მომატება არის, საზოგადოებაში უნდა იყოს ეს ინფორმაცია მიტანილი კარგად. მე პირად კიდე გიმეორებ, ანუ ამ 30 წელს ზევით ყველა მამაკაცი ვინც ხვდება ჩემთან, მეუბნები ამ ინფორმაციას, რომ მან იცოდეს და მზად იყოს ამისთვის. და ამას, ნუ, ბევრი მომყვება და ბევრი დადის ახლა ამ ყველაფერი არ აწუხებს, მაგრამ წელიწადში ერთხელ მიდის. ძალიან კაი. გარდა ამისა, მინდა აი მაგასთან დაკავშირებით მინდა ერთი მახსოვს ეგეთი ტერმინი იყო ადრე.
შენ თაობას არა, მაგრამ ჩემი დაძველი თაობას ეცოდინებოდა ონკოლოგიაში იყო ოპერაცია გააკეთეს, გახსნეს და დახურეს. იყო ეგეთი ტერმინი, მოდებული იყო ყველაფერზე. აი ესეთი ლაპარაკობს. შენ გაიგია ეგეთი? კი, მსმენია. მსმენია შენ დროსაც? ახლა ნაკლებადაა ეგეთი რაღაცა. ახლა არ უნდა მოხდეს. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბევრად წინ არის დიაგნოსტიკური საშუალებები და რაღაცები და ეგეთი кейსები გეგმეულ ქირურგიაში არ უნდა ხდებოდეს. კი, ნამდვილად. ბოროტება არის რა რეალურად. მე არ შემხედრია მაგალითად, кайხანია ეგეთი რამე. ნუ მეც დიდი ხანი არ მსმენია რეალურად, მაგრამ ნუ რაღაც ისტორიები მსმენია რა და ეხლა ნუ ბოროტება არის პირველ რიგში, დღეს როცა რავი თუნდაც კომპიუტერი გაქვს, ეხო გაქვს და შეგხსნა დახურო. ხო, ანუ როცა რადიოლოგს შეუძლია რომ ესე ვთქვათ გააკეთოს კომპიუტერი და 2-5 წუთში გითხრას რა არის და დაგიწეროს დასკვნა და შენ ამ დროს მან ყველაფერს არ ელოდები და ესე ვთქვათ აკეთებ ახსნი ესე ვთქვათ და ხურავ პროსტა რომ არაფერი არ ხდება ან ისეთი სიტუაცია ხდება რომ აზრი არ ქონია თურმე გახსნას ბოროტება არის რა თქმა უნდა და ნუ არ შეიძლება რა ეგეთი რაღაცა ნუ სამწუხაროდ შეცდომა დავარქვათ ხო ან შეცდომა ან ბოროტება ორივე შეიძლება იყოს რა და შეცდომაც მოკლედ არ უნდა მოხდეს ხო შეცდომაც ისეთი არის ხა ჩემთვის რომ თუ იმ სტადიაზე ხარ რომ თუ შენი ცოდნა იქამდე არ მიდის რომ შენ შეიძლება შეცდომა დაუშვა მაშინ არ უნდა გააკეთო რა ანუ მე პირიქით ანუ აბსოლუტურად მართალი ხარ როცა გეგმეული ხო ქირურგიაზე ლაპარაკი და ახლა სასწრაფო ხო სასწრაფოზე რა თქმა უნდა ეხა მაგრამ ესე ვთქვათ როცა ადამიანმა იცის თავისი შესაძლებლობები და იმ ყველაფერს არ ცდება ეგ ჩემთვის ბოროტება არ არის პირიქით ძალიან კარგი საქციელია და ნუ იცის რომ ანუ მე იცი რა მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს და იმოდი დაუძახებ ეხა ვიღაცას და იმოდი იცი რა დამეხმარე ამაში და გავაკეთოთ ერთად რა თუნდაც ესეთი რაღაცა მე მყავდა ერთი კაი მასწავლებელი იყო და ის მივედი უროლოგიაში და ამ კაცს მივეკედლე რომ იტყვიან ის მასწავლებლა რა არ უნდა გამეკეთებია ხო და ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ალბათ ეგ არის წლებში უკვე დაუშვათ ან რეზიდენტურაში ან ბოლო წლებში ასწავლო სტუდენტებს და რეზიდენტებს კონკრეტულ მიმართულებებში რისი გაკეთება არ შეიძლება რა ამ დროს ყველაზე სწორი პირველი გაკვეთილია ალბათ ზოგადად არა მარტო მედიცინაში, მაგრამ უფრო მეტად მედიცინაში ყველაზე საჭირო. ძალიან მაყურებიები და ახლა მე რო ამას ვაკეთებო, იგი არ გააკეთო არასდროს. კი ბატონო. რა მაინტერესებს, მოდი ცოტა ესე ვთქვა და სიმსივნეებს ჩავწდეთ და ცოტა ესე ვთქვა იუმორითაც შევხედოთ. და მე მაინტერესებს პრიაპიზმზე მინდა რაღაც კითხვები, ანუ პრიაპიზმი რა არის პირველ რიგში რა ახსნათ რა, იმიტომ რომ ახლა სამედიცინო ტერმინი ყველასთვის გასაგებია. რომან შეეულების ასოს ერექცია, პათოლოგიური ერექცია, რომელიც არ იხსნება. და ძალიან დიდი ხანი გრძელდება. ძალიან დიდი ხანი გრძელდება დღეები და მიდის ნეკროზამდე. რეალურად. არის ცრუ პრიაპიზმი, რომელიც უბრალოდ გახანგრძლივებული ერექციაა და მეტი არაფერი. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამე. ძირითადად არის ნევროლოგიური ფაქტორები და არის სიზაროვანი ფაქტორები. და რა ხდება ამ დროს? ასოულების თრომბოზი, იქიდან სისხლის გამოსვლა ვეღარ ხდება. ანუ მე ერექციის მექანიზმი ხო რეალურად ეგ არის, რომ სისხლი გროვდება, არტერიით მარაგდება, უკან არ გამოდის და ეგ არის მიზეზი. თუ თრომბოზი მოხდა, იქ ასოდან სისხლი ვერ გამოდის. სიზაროვანი პათოლოგიის დროს, ნუ ხდება პრიაპიზმი. რა უნდა მოხდეს მაგ დროს? პირველი რაც ხდება, ეს არის მედიკამენტოზურად. უხშირესად თრომბოზი მე ერთვება ხოლმე ანუ გარკვეული საათების ან დღის მერე თუ ნევროლოგია არის წამყვანი მე ითვლება სიზაროვანი პრობლემა ფაქტორები ერთვება ძირითადად არის ნევროლოგია მაგალითად რაშის კუდის გაღიზიანება სიცოცხლესრული ჭრილობით
მიკროფონთან ცოტა შესაძლებლობით ხო ყოლია ავანტყოფი ვერ მიხვდა დაჟე რომ ტყვია მოხდა ტიპმა ვერ მიხვდა და მის პათოლოგიურ მდგომარეობა შეაფასა ასოს ერექციით ახლა პირველი ყოლია დარბოდა წინ და უკან მოიარა ყველაფერი ვერაფრით ვერ მასქნა მე მოვიდა ჩვენთან გვიან მოსული ადრე მოსულები წყო ძირითადად იწყება ეს არის ადრენალინული საშუალებების მოხმარება იგივე ადრენალინია მეზატონია და ნებისმიერი რომელმაც უნდა გამოიწვიოს ამ სპაზმის მოხსნა ძირითადში იხსნებია ხოლმე მედიკამენტები ძალიან ბევრი მაღალ პროცენტში თუ დაგვიანებულია შემთხვევა და უკვე სიზღროვანი ფაქტორებია ჩართული იქ უკვე ოპერაციული ჩარევა საჭიროა ამეთი არის ხანუცანი ხა ეგეც დროს ადამიანი და ანტიკოაგულაციური თერაპია პოსტოპერაციულად და მნიშვნელოვანია რომ იგივე თრომბოზი განმეორებით არ დავიდეს ხანუცანი ხა ადამიანისთვის ხა რა მამაკაცისთვის რო ავიღოთ ხა შენი ისეთი ორგანოა რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გჭირდება ხო? მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად შეიძლება არ გჭირდება, მაგრამ შენთვის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად გჭირდება, ნამდვილად ეგრე ვფიქრობთ. ხო და ამ სკაუს შემთხვევაში მომართვიანობა ალბათ ხდება ხოლმე, ხო? რამდენად ხშირია ამ სკაუს შემთხვევაში აი დაგვიანებული მოსვლა? ძირითადად გვიან მოდიან. რას ელოდებიან? რასიზახიან და ღონიათ რომ კაცავდა უხარიათ ვაფშე და აი ერექცია და თურმე ანუ როგორც ყვებიან დაღლიან მეუღლეს მე გარბიან სხვასთან მე კიდე სხვასთან და ბოლოს რომ მიხვდებიან რომ ერექციის მოხსნა არ ხდება სამნიშნელოვანი კეთვით კიდე აი გაგების ფასადით რომ პრეაპრესთან გვაქვს საქმე არის რა ასო არის ერეგირებულ მდგომარეობაში ამ დროს то საკმაოდ სერიოზული კაი ერექცია მაგრამ ასოს თავი არაა ერეგირებული და ემას თუ შეამჩნევს მამაკაცი ეგრევე გაიქცეს უნდა ექიმთან ანუ როცა ასოს ხეული ერეგირებულია და თავი არის ერეგირებული და ეს გრძელდება 1 საათი 2 საათი 3 საათი ნუ რახვიდე უნდა ანუ ახლა 1 საათი რაღაცა წყობში არ არის რა და რატო არ ვიცი რატო დებენ მაგ საკითხს ნუ გასახარი რატო არის ეგ ფაქტი ვერ მივხვდი ახლა და უხარიათ კაცო ასეთი ერექცია არ ქონიათ წლები არ ქონიათ ასეთი ერექცია და ნუ უხარიათ თავიდან აი ერექციაზე ვსაუბრობთ და ერექციის პრობლემებზეც გადავიდეთ მოდი რატო ხდება თან ახალგაზრდებშიც ხდება რა რაოდენობები არის ესე ვთქვათ რატო ხდება რა იწევს ახალგაზრდებში რა რომ ბევრია არ არის ინციდენტობაც და მექანიზმი ერექციის თქვით რომ არის სიზარღვოვანი ხო სიზარღვების ზოგადად დაავადებები წესით აქაც მოქმედებენ და არის კორელაცია სხვათა შორის გულის იშემებული დაავადებასა და ერექციულ დისფუნქციას შორის ბრიტანეთში არის კორელაცია დაახლოებით 30%-იანი კორელაცია. ანუ თუ ერექციული დისფუნქცია აქვს ტიპს ასეთ ტიპების 30%-ს გულის იშემებული დაავადება მერე უარდებათ. ანუ შეიძლება ითქვას რომ პირველად ნიშნები შეიძლება ისე იყოს. სიზარღვოვანი პათოლოგიების. მეორე ჩვენთან არ ვიცი ესეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ როგორც წესი გულის იშემებული დაავადებით ადამიანს ცოტა ახალგაზრდაც რო იყოს, რო უთხრა რომ ერეკა რაღაც შვენურად თავს. ანუ შეიძლება არა ვალიდური იყოს გამოკითხვაც ჩვენს პოპულაციაში, მაგრამ ნუ ბრიტანეთში ვიცი რომ 30%-იანი კორელაცია არის. ძირითადში ეგ არის რა. და ალკოჰოლი თუ მოქმედებს ამ ყველაფერზე, ნუ ეხლა რა თქმა უნდა ეხლა რაღაც ერთჯერად დალევაზე, გართობაზე არ მაქვს საუბარი. ალკოჰოლი იქნება ეს ნარკოტიკი, საწევი იქნება, ინტრავენური იქნება თუ რა იქნება. აქ უკვე სხვა მომენტები ერთება, ახლა სექსი და სექსთან დაკავშირებული ერექცია ზოგადად მარტო ანატომია და მარტო ფიზიოლოგია ხომ არა არის
ფსიქოლოგია თავი აქედან ხდება მართვა აი ის მომენტი რომ ჩვეულებრივი ენდორფინების თემა მოთხოვნილება ლიბიდო და მე ეს ყველაფერი ხო აქედან იმართება რა თქმა უნდა და თუ მიიღებ შენ რომ იგივე ალკოჰოლი იქნება მოსაწევი იქნება თუ სხვა იმ ცენტრის გასახიზიანებლად გარედან შეკავს ეგრეთ წოდებული აბივატელის გასაგებენაზე თუ თქვა არის ატმიჩკა შენი ენდორფინი არის შენი ენდორფინი რომელსაც სექსის დროს გამოყოფ და შენ სიამოვნებას განიცდი მაგრამ თუ ატმიჩკას ხშირად იხმარ საკეთე ხო გაფუჭდება ხო ანუ თუ სწორად მივხვდი მე თუ სიტყვაზე სექსისთვის ვიყენებ სიტყვაზე მოსაწევს დასალევს და შენ განიცადი ის ბედნიერება და მე ამ მოსაწევით განიცადი ის ბედნიერება და უშუალოდ რიც რაც სექსით უნდა ეცა და ან სხვა მძიმე ნარკოტიკით ან რაღაცა ხო წარმოიდგინე რომ ის არ არის ის რაც შენთვის არის ნამდვილი გასაღები ხო? ხო. ეს გააფუჭებ რა? რა თქმა უნდა. კუთხით არ მიფიქრია სხვათა შორის. ხო, საინტერესოა ნამდვილად და კიდე რა მაინტერესებს ეხლა მე. იმიტომ რომ მე ახალგაზრდები სმენია რა და მაგიტოს ვარ მკითხოს რეალურად რატომღაც იღებენ გადაწყვეტილებას რომ დალიან ესე ვთქვათ ვიაგრა სექსის წინ დადორა ესე ვთქვათ რა საქართველოს აფთიაქებში რაც არის ესე ვთქვათ გავრცელებული კაცების ფილდელაფილია ძირითადად მოქმედება არის კიდე სხვა უფრო შემდგომი თაობები მაგრამ ამ ნივთიერების გამოყენება ექიმის გარეშე არ შეიძლება არაფრით და არ ვიცი მე ჯანდაცვამისოში იმისთან წამლებს იმაშვებიან რეცეპტის გარეშე რომ აი მართლა რო არ შეიძლება ამაზე მოხსნილია ახლა იმენა ფინანსური ინტერესია ნამდვილად ვიღაცის რომ ეს ამოგდებულია იქ და საერთოდ არ ვარ მე მომხრე ზოგადად ნებისმიერ რეგულაციის ხო მაგრამ თუ არეგულირებ ეს რატო აქ ამოგდებული არ ვიცი ეს არის პრეპარატი რომელიც დანიშნა მართლა არ შეიძლება გულის სერიოზული გამოკვლევის გარეშე ეს ახალგაზრდა იქნება თუ ხანშესული მართლა არ შეიძლება იმიტომ რომ თუ რამე გულის ისემიური დაავადება პატენტურად მიმდინარე სიზაროვანი პრობლემებით ავადმყოფს აქ და იმან მოიხმაროს შეიძლება ბევრი ცნობილი პიროვნება ვიცი პირადად რომ ამითი გადაიცვალა ნამდვილად და ამის მიზეზი არის თითქოს ორი მომენტია მოქმედების ორი მომენტი ერთი ის რომ თვითონ მოქმედებს ძამალი ქიმიური პრეპარატი გულზე ისე რომ ისემია შეიძლება გამოიწვიოს არსებული ისემიის გაღრმავება და მიიყვანოს ადამიანი ინფარქტამდე და მეორე მომენტი არის რომ იმდენად კარგად გძნობს და კაი პირველი მიღებისას ლაპარაკი იმდენად კაცურად გძნობს თავს რომ შეიძლება გადაიღალოს და ფიზიკური დატვირთვით კიდევ უფრო მოუმატოს ანუ ისემიის რისკი ანუ ორმაგი მოქმედება აქვს ერთი ქიმიური და მეორე ფიზიკურად იმდენად გადაიღალოს რომ ისემიის რისკი მკვეთრად წამოწიოს მაღლა. ამიტომ გულის გამოკვლევის გარეშე ეს იქნება დატვირთვის ტესტი თუ დაუშვათ ლიპიდური ცვლის განსაზღვრა თუ დაუშვათ იგივე დიაბეტის არსებობა თუ ნებისმიერი რისკ ფაქტორი რაც გულის ისემურ დაავადებაზე მიუთითებს მაგდროს გამოყენება არა მიზან შეწონილია. ამ ზოგადად ახალგაზრდისთვის ახალგაზრდაში უნდა დაჭირდეს ამ წამლის გამოყენება. ხარისხიანი რო იყოს უფრო და ანუ საკუთარი თავის იმედი არა აქვს ალბათ ხო. თუ ლიბიდო არა აქვს ახალგაზრდას იმ ატმიჩკებზე რო ვილაპარაკებ და ის გამო მე ერექციაც მერა ისეთი იქ იმის გამოსწორება მე ჯერ იმითი გააფუჭე შენი ისა მე აქ დააყოლე
სინდელაფილი, არა მთლად ნორმალური საქციელი მე მგონი. ხო, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს, რომელსაც პრობლემა რეალურად არ აქვს. უბრალოდ, ესე ვთქვათ, უფრო ამ ყველაფერთ უფრო იხანგრძლივებს ამ სიამოვნებას. ალბათ ინფორმაცია უნდა კონდეს რა შეიძლება გააფუჭოს. ხო, რა თქმა უნდა. და მე თვითონაც არ იხმარს ხო. ხო, იმიტომ რომ რავი, როგორც თქვი, ისეთ რაღაცებამდე შეიძლება მივიდეს, რომ ხო, ახალგაზრდას ახლა არ იქნება, იცი, ძალიან იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ დაუშვათ ახალგაზრდას კონდეს ისეთი დაზიანება კორონარული სიზარღვების, რომ ინფარქტამდე მივიდეს. თუმცა კი აღწერილია ესეთი შემთხვევებიც. ახალგაზრდას შეიძლება ნაკლებად, მაგრამ რისკს ზრდი ახლა მithumetes მაგ დროს რა თქმა უნდა დატვირთვაც მოდის ორგანიზმზე და არასაჭირო აუტკივარი თავი უნდა აიტკიო და უნდა იყო რაღაც კითხაობის რეჟიმში 50-50. რა თქმა უნდა ხა ვინც აკეთებს დარწმუნებული ეს ყველაფერი არ იცის რომ შეიძლება აქამდე მივიდეს. მაგრამ ამ კითხვის დასმა იმიტომ მინდოდა რომ ესე ვთქვათ ცნობიერება აგვემაღლებინა ახალგაზრდებში რომ ამ ყველაფერმა სანამ შეიძლება მიგვიყვანოს. ნაკლები რისკია ახალგაზრდებში, მაგრამ მაინც. ხო, სხვა რისკებიც რა თქმა უნდა იქნება ალბათ. ეხა დისფუნქციის ამერე უკვე მაგის ხშირად ეხა თუ ესე გაგიჟდი მაგ. თუ კორელაციაა დისფუნქციასა და ერექციულ დისფუნქციასა და გულისის შემოვლ დაავადებას შორის და შენ ერექციული დისფუნქციის გამო ახალგაზრდა ხარ და აკეთებ ამას, ის მაინც უნდა გამოიკვლიო, ხო? ზუსტად. მოდი, ცოტა ქალბატონებისთვისაც და ქალების ასე ვთქვათ სასარგებლო რჩევებისკენაც წავიდეთ. მარტო კაცებზე ვლაპარაკობთ და მოდი ვილაპარაკოთ მნიშვნელობაზე. რა დროს ჭირდება ქალს უროლოგის ჩარევა და ესე ვთქვათ გინეკოლოგთან რო არ წავიდეს პირდაპირ, იმიტომ რომ ხა გინეკოლოგთან რო წავა მსგავსი პრობლემით, გინეკოლოგი ავტომატურად ხო თქვენთან გადმოამისამართებს. დავიწყოთ პათოლოგიებით, ნებისმიერი საშუალო ტრაქტის პათოლოგია რა კაცშია, იგივე შეიძლება იყოს ქალში. ხო. თუ ერთადერთი პროსტატის ჭირკვალს გამოურიცხავთ. აქედან გამომდინარე ნებისმიერ მომენტში შეიძლება ქალი მოვიდეს ჩვენთან. მაგრამ გინეკოლოგთან მივიდა და მე დაბრუნდა, ძირითადად არის ქვედასაშუალო ტრაქტის ინფექციების დროს. და ეს უკვე ასაკში შესული ქალბატონების ესეთი პრობლემა ერთი და მეორე კიდე ესეთი სერიოზული გავრცელებული პრობლემა არის შეუკავებლობა, ეგრეთ წოდებული, მაგაც არის სხვადასხვა ვარიანტები, დაწობით შეუკავებლობა, მეორე ისა და აქაც იცი რა არის ხო ინფექციები აქაც საშუალო ენდოკრინოლოგია არის საქმეში. ძალიან ხშირად არის რომ იგივე ესტროგენ დეფიციტით გამოწვეული ქვედასაშუალო ტრაქტის მდგრადობა ინფექციისადმი მკვეთრად იკლებს მდგრადობა, რის გამოც ინფიცირების ხარისხი მკვეთრად მატულობს და აქედან გამომდინარე არის ხშირად მორეციდივე ქვედასაშუალო ტრაქტის ინფექციები. ეგ ერთი. მეორე მენჯის ორგანოთა დაწევა, ანუ ასაკში, რაც იწვევს ანატომიის ცვლილებებს და აქედან გამომდინარე შარდის შეუკავებლობას. ძირითადში ეს არის და ეს ორი ფაქტორი შეიძლება ერთად მუშაობდეს ამ შედეგამდე, რასაც ქვია შარდის შეუკავებლობა. თუ არის დაძაბვის შეუკავებლობა, ძირითადად არის ორი ტიპის, ეს არის დაძაბვის შეუკავებლობა და ურგენსი. რასაც უროლოგები ეძახით. დაძაბვის შეუკავებლობა მარტივი განსხვავება რა ვიცოდეთ არის, რომ როცა მუცლის პრესში, ანუ მუცელში წნევა იზრდება და ეს იწვევს შეუკავებლობას, ეს არის დახველება და ცემინება, სიმძიმის აწევა და უშუალოდ მუცლის პრესის დაჭიმა და ამ დროს გვეპარება შარდი არის დაძაბვის შეუკავებლობა და ურგენსი არის უფრო როგორც იცი მოგეშარდა, წამოხტი, გაიქეცი და ტუალეტამდე ვერ მიასწარი და გზაში გაგეპარა. აი ეს არის ურგენსი. აი ეს უფრო მეორე ტიპი, უფრო ინფექციების ბრალია, ან შეიძლება არც იყოს ინფექცია და არც არაფერი და ესეც ძალკევიდია. წამალი იმასაც შველის, ამაზე ოპერაციები კეთდება, იმას წამალი ჭირდება, მაგრამ მაინც გირჩევთ რომ მიხვიდეთ უროლოგთან. ყველა. ძირითადად ეს არის ორივე ეს ფაქტორები, იგივე ხშირად მორეციდივე ინფექციები და შეუკავებლობები
ორივე ეს არის პოსტმენოპაუზური სერიოზული პრობლემა ძალიან ბევრი ქალბატონის. გასაგებია. რა მინდა გითხო ეხა. ესეთი კითხვა მაქვს. სხვა დამომიტირდება და ეხა თავში რაღაცა გამახსენდა რა. პენისის გაზრდასთან დაკავშირებით თუ მომმართავთ ჩვენთან? კი. მერე პასუხი რა არის? გამიშვია. ხო და ანუ მაგ დროს რაღაც საოცარი ხერხებისთვის თუ მომმართავთ, იმიტომ რომ მე მახსოვს ეხა ჩემ და პროტეზირებისთვის მომმართავთ. აი ხელოვნურად თუ გაუკეთებიათ რაღაც, იმიტომ რომ ეხა გამახსენდა რაღაც სასაცილო შემთხვევა, რაც ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც ერთი 14-16 სკოლის მოსწავლე ვიყავი, მოკლედ და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუნება ესეთ რაღაცას, რომ რაღაცა დავიკიდეო, იმაზეო, რომ უფრო გამეზარდოს რა და ანუ მოვკვდი რა ცუდად გავხდი სიცილით რა. ნუ კაი იმას ეპატეა კიდე ბავშვები ვიყავით, მაგრამ აი მსგავსი რაღაცეებს დიდებსაც თუ ვქნიათ, მსგავსი სისულელეები ამ ყველაფერისთვის. პენტენციულდაციაში ხდება ხოლმე ეგეთ რაღაცები, შარიკებს იდებენ. მაგალითად ყავყოლი ავტყოფი გამდნარი პარაფინი, ანუ სანთელი გაადნო და სპრიცით შეიყვანა ასოში კანქვეშ და გაედიდებინა, ისე იმდენი შეიყვანა, რომ ასოს კანის მომარაგება დაირღვა და რეალურად ფურნიეს ნეკროზით შემოვიდა მე ჩვენთან და კანი აღარ ქონდა უკვე. საწაიკითხა მსგავსი რაღაცა. სადღაც ხო ნახა. რაც ამას ციხეში ხდება ეგ. ძირითადად პენტენციულდაცებებში. ეგრეთ წოდებულ საქათმეებს რო იძახიან. საშინელი. ანუ წარმოდგენაზეც კი ცუდად ხდება ეგეთი რაღაცა, როგორ შეიძლება დამართვა ადამიანმა საკუთარ თავს. თან სხვა არ უკვე შენ თავს უკეთებს გასა. გარეთაც შვებიან გასა. ხო, რა თქმა უნდა. პირსინგები მაგალითად აიღო ეგეთი მოთხოვნებით. და რახან ესეთ რაღაცეებზე საუბრობთ, ანუ მინდა რომ კიდე რაღაც ცოტა მითების ვარიანტში ეგეთ რაღაცეებს შევეხოთ რა, რომ ესე ვთქვათ დავამსხვრიოთ, იმიტომ რომ ну, აი რაღაცას რო დაგუგლავ, ესე ვთქვათ, დასერჩავ და ნახავ და რეალურად ეგრე არ არის და ეს ყველაფერი შენ ასოს ეხება. შეიძლება ძალიან დაიზიანო საკუთარი თავი რა. დაიზიანო ფსიქიკურად გულისხმობ, იმიტომ რომ და ну, ეს რაღაცა ისეთები რო ვახსენოთ და ვთქვათ, რომ რაც ხშირად ხდება. მითები? ხო, ანუ რაც მომმართავთ, რომ აი მაგაზე გავაკეთე. მითია და რეალობა რომ ეგრე არა. ხო, თუნდაც. ეხლა უცებ ასე ვერ ფიქრობ და თუ შენ იცი მითხარი და გეტყვი. მოდი მაშინ ესე დავსვავ კითხავს. ანუ პაციენტები რასაკეთებენ ისეთს და მოდიან შენთან ყველაზე ხშირად, რაც რეალურად არ უნდა გააკეთონ. და მე მოდიან. ხო, გაკეთების შემდეგ მოდიან უკვე პრობლემით. ძირითადად არის ხოლმე უაზროდ გამოყენებული ანტიბაქტერიული თერაპიები. აი იმან მეზობელმა მითხრა და მოდი ეს დაალევინე, გინდა ბავშვი იყოს, გინდა მამა, გინდა თვითონ და ძირითადად არიან აი ინფექციებია, ქვედასაშოეთ ცისტიტებს რო უძახიან და რაღაცა და დალეული აქვს ყველანაირი ანტიბიოტიკი, ჩამოყალიბებული აქვს ფლორის რეზისტენტობა და ნუ მე დარბიან წინ და უკან. და ამ დროს შეიძლება საერთოდ არ იყო და სულ სხვა რამის ბრალი იყო. ეგ არის. კიდე რა ხო, მითი, ხო, დავუშვათ ხო, ასაკში მამაკაცებს როცა აქვს ქვედასაშოეთ ტრაქტის ობსტრუქციული სიმპტომები, ნარჩენი შარდია, მაღალი წნევის შარდვა, ვერ შარდავს ბოლომდე. ზოგი ეგ ცოტა სუბიექტური მონაცემია, ზოგი ამბობს, რომ ვერ შარდაო და ნარჩენი შარდი არ აქვს, ასე თუ კი უჭირს მაღალი წნევის შარდავს, მაგრამ ნარჩენი არის ტიპები, რომ ჩაიკითხები მოშარდვა ნორმალი კი, ნორმალურად ჩარდოს და ნარჩენი შარდი შეიძლება 9 ლიტრი კონდეს, ანუ ძალიან სუბიექტურია, ანუ ტიპი რო გეუნება ვერ შარდავ, ვერ დაერგნობი ამ მონაცემს, რომ მართლა ვერ შარდავს თუ ტიპი რო გეუნება შარდავ, ის მართლა შარდავს, ანუ ობიექტურად გადამოწმება ჭირდება ამას. და ასე დროს ძალიან ხშირად ალევინებენ სოლები, მეზობლები, ვიღაცები შარდენს. ანუ ფილტრაციას ზრდიან და კიდე უფრო ვარეს მდგომარეობაში აყენებენ. ანუ აქვს სხვა
ეგრეთ წოდებული სისტემაა ქვედა საშარდე ტრაქტი და სულ სხვა ზედა საშარდე ტრაქტი. ანუ პრობლემა იმას ქვევით აქვს. ნუ მარტივად უხსნი ხოლმე ამ ტყორზე, ახაც შეიძლება ახლა უპირატელისთვის მარტივად რომ ვთქვათ, ანუ ქარხანას თუ წარმოვიდგენთ საშარდე სისტემას, თირკმელი იყოს ცეხი, სისხლი იყოს ნედლეული, შარდი პროდუქტი და შარდის ბუშტი არის უშუალოდ საწყობი. თუ საწყობიდან გარეთ ვერ გამოდის ნედლეული კონვეიერი შეიძლება გაჩერდეს და კრეატინი მაიწევს. აზრიც არა ქარხნის ქონას. და ამ დროს შენ შარდენს რო აძლევ კონვეიერს გადაძაბვით ამუშავებ მაშინ როცა სულ სხვა პრობლემაა. ხო. ეს ხშირადაა ხოლმე. ნამდვილად. ხო, ნუ ჩემთვის ერთი კითხვა მაქვს, უბრალოდ მე გავცემ ჩემი გადმოსახედიდან ამ კითხვაზე პასუხს და მე ჩვენ დაგისვა ამ კითხვას. და ესეთი კითხვა მაქვს, რომ რა იქნება ის ერთი რჩევა, ესე ვთქვათ, რასაც მაყურებელს ესე ვთქვათ მივცემთ, რომ რაც ანუ უროლოგიის გაცნობად უროლოგიის თემაში ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი. ანუ ჩემი რჩევა ესეთი ეს იქნება, რომ ის ასო ის ორგანო არ არის და გამომყოფი სისტემა, რომელსაც უნდა ესე ვთქვათ შენ თავით უმკურნალო, ეხუმრო და ექსპერიმენტები არ უნდა აკეთო ერთი, მაგრამ ყველა აი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და მოსახლეობისთვის, პოპულაციისთვის და საზოგადოებისთვის ეს რჩევები უკვე თავიდან ვილაპარაკე, გამოვიყენებ ამ დროს ესა პროსტატის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაცია, რომ 40 წელს ზევით კიდევ ერთხელ ნებისმიერი მამაკაცი წელიწადში ერთხელ უნდა მივიდეს უროლოგთან ჩაიტაროს პროსტატის კიბოს სკრინინგი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მოქმედებს და ეს სკრინინგი მოქმედებს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე. იმდენად ხო, სტატისტიკურად მნიშვნელოვანია ეს ამბავი. კი, გეთანხმები მაგაში. პრინციპში შეგვიძლია შევაჯამოთ გადაცემა, ესე ვთქვათ, ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა გავიგე. მადლობა. ახალი გავიგე, თუნდაც უცხო სხეულებით ჩარცადების ისტორიება არ მაქვს მოსმენილი და რა ბევრი რაღაცის პრევენცია, ნუ მე ხა ამ სფეროში მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ შენთვის არის რაღაცა. ხო, ანუ იმიტომ რომ ახალი და იგი მაყურებლისთვის წარმოიდგინე ახლა. ხო, რა თქმა უნდა. და ნუ მაყურებლისთვისაც ჩემი აზრით ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, რიდის ფაქტორი ამ დროს არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ნუ ექიმთან იმისთვის მივდივართ, ანუ უკვე ძალიან შორს რო ხარ წასული, თუნდაც პრიაპიზმზე რო ვისაუბრეთ და დღეები რო ესე ვთქვათ, ერეგირებული გაქვს და წელავ და უკვე რო მაგრად გერხევა მე მიდიხარ ანუ რაღაცა პრობლემას რო ხედავ, შენი ორგანოა და ისეთ შედეგამდე შეიძლება მიხვიდე, რომ თავის მოკლა გინდოდეს ბოლოს, ხო? ხო, ამიტომაც რიც ისევ ჯობია, რომ თავის დროზე მიხვიდე, გააკეთო, თან მოსარიდეველიც ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის და ნუ შეგიძლია ყველაფერი პრინციპში ისე გააკეთო, რომ ვერც ვერავინ ვერ გაიგოს, ხო? ისე მიხვიდე უროლოგთან, ნებისმიერ პროქტოლოგთან, ნებისმიერ ადამიანთან. ის ესე ვთქვათ, ასატეხი ის არა, ექიმს და ადვოკატს არაფერს არ უმალავენ. ხო, ზუსტად, ანუ ადამიანის გადმოსახედიდან ვცდილობ რომ შევხედო რა, ეხლა ადამიანისთვის რაღაცა გასატეხი არის, შეგიძლია ყველაფერი მით უმეტეს ექიმთან ისე გააკეთო, რომ კომპეტენციალობა გარანტირებულია, კი. მაქსიმუმ ისტორია გავიდეს. შენი სახელი გვარი არც და გავა. არა, იქაც არჩევანის უფლება აქვს. ხო, რა თქმა უნდა. ეს ხუმრობით. შეუძლია დახურული კონდეს ამისი ისტორია, პრობლემა არაა მაგას. ხო. კომპეტენციალობა მოკლედ გარანტირებულია და ნუ ესე ვთქვათ, რიც ჯობია, ესე ვთქვათ, გავაკეთო ეს ყველაფერი. პირველ რიგში მადლობას გეტყვი, რომ მოხვედით და დამითმე. ძალიან საინტერესო გამოვიდა და ესე ვთქვათ, ჩემი ისიც რაღაცებში ამახდა რა და დარწმუნებული ხალხმაც რაღაც ბევრი რაღაცა გაიგო, ბევრი რაღაცა სხვა კუთხით შეხედა. თქვენ კი გეტყვით, რომ თუ მოგეწონთ გადაცემა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ, კომენტარებში დაგვიწერეთ.
კომენტარები დაგვიწერეთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და ნუ შევეცდებით შემდეგი ეპიზოდებიდან ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. შეიძლება? რა თქმა უნდა. მადლობას გეტყვი ალექს შენც, იმიტომ რომ თავიდან ძალიან ნერვიულობდი და ისე მალე გავიდა და ისე ვთქვათ წყნარად დამშვიდებული ვარ ახლა. ანუ ჩეკა. მოკლედ ჟურნალისტობა შეგძლებია ეს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეც ეს კომპლექსი მომეხსნა. მიხარია თუ შევძელი თავიდან ცოტა მეც მინერვება რომ კი ბატონო. ყოფილი ვარ ძალიან. მომავალ შეხედვამდე. კარგად. კარგად.